საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წამი შევიცადოთ, გამოჩნდეს პირველი ვინმე დავინახო და დავიწყოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი პირდაპირ ეთერი. მოკლედ, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ყველას, როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში, ჩვენს ქართველებს. მე მინდა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე მოკლედ გესაუბრო, დიდხანს არ შეგაწყენ თავს და მოგმართოთ ის, რაც გასაკეთებელია აუცილებლად ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე მძიმდება საქართველოში მდგომარეობა, უმძიმესი ხდება ყოველდღე და დღეს ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ, რომ ეხლა ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ქართველები და ყოველგვარი პარტიული და პარტიულ ბრძოლებს და რაღაცა პარტიული თამაშებს თავი უნდა დავანებოთ. ყველა ქართველი უნდა დავდგეთ სამშობლოს გადასარჩენად. ეს არის გამოსავალი. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გააგრძელოს კი ბატონო ის პარტიული მოღვაწეობა, თუ არ უნდა სამშობლოსათვის ბრძოლა, მაგრამ ჯანსაღი ნაწილი მასიურად უნდა დავდგეთ ერთად, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. თქვენ ალბათ ყველა ადევნებთ თვალს გუშინ კიდევ იყო ყველა მხრიდან გვიტევენ აბსოლუტურად და თქვენ ნახეთ როგორ მძიმე დღეში იყვნენ, მძიმე საყურებელი იყო მუხიანის დაჩებზე. ქართველი ქალები როგორ ტიროდნენ, ესე იგი რაღაცა პატარა ქოხები და რაღაცა ის გააკეთეს იქ, რომ ქართველი დასახლდეს, ზოგი დევნილია, ზოგი რა არის და მიუნგრმოუნგრია დღევანდელმა ხელისუფლებამ, მობილიზება გაუკეთა იქ პოლიციას ყველაფერს და ესე იგი იქ თურმე ირანელები უნდა დაასახლონ. აი ეს არის ამათი პოზიცია, მეგობრებო, ერთბაშად გვიტევენ, ესე იგი, იქით არაბული ქალაქები, იქით კვარტალი მაღლა თბილისის თავზე, იქ ტაბახმელა და კოჯორზე კიდევ იქით არაბული სოფლები. ორთაჭალაში ალიევის კულტურის ცენტრი, სადაც ასევე ქართველები უნდა აყარონ. მოკლედ, მეგობრებო, მასიური აყრა და გენოციდი მიდის ქართველი ერისა, ეს ჯერ დასაწყისია, ეს არის ჟურნალი, ასე მოხდა ბევრ იმ სახელმწიფოებში, არ მინდა ახლა დავასახელო, რომ შიშმა მოგვაროს ზოგიერთებს და შემდეგ უკვე პირდაპირ მკვლელობებზე გადავიდნენ მე, როდესაც უკვე უმცირესობაში გადაიყვანეს ის ხალხი. საერთოდ აბსოლუტურად ესე იგი ამ ქვეყანაში მოშლილია ყველაფერი უკვე ისე გააკეთეს, რომ არც ერთი ინსტიტუტი უკვე აღარ მუშაობს, მთლიანად ერთი კაცის დაქვემდებარებაშია, არაფორმალური მმართველის ხელში, ბიძინა ივანიშვილის ხელში. ესე იგი აიღეთ ჩვენ ახლა გინდა პროკურატურა ავიღოთ, გინდა ტელევიზია, ალბათ ავდევნებთ თვალს თქვენ, სადაც კი ჩვენ აქცია გავაკეთეთ, ოფიციალურად მივმართეთ. ესე იგი საერთოდ კანონიც ამათი შექმნილი კანონებიც კი აღარ კანონობს და საერთოდ ასეა უკვე, რომ აი ბოდიში თქვენთან და ფეხებზე გვყიდიაო რა, არ გცემენ პასუხს. ჩვენ როდის იყო, ესე იგი ნომერს ხო გაძლევენ, როდესაც განცხადება შეგაკეთოს 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, თუ რა გამოიძიეს 34 წლის მანძილზე და სად არის გაჩერებული, რისთვის იღებენ ხელფასს და რა გააკეთეს ამ დროის მანძილზე. გატარდა ეს ყველაფერი, რეგისტრირებულია, ნომერი მოგვცეს, კანონი არსებობს, რომ ამადამ ვადებში პასუხი უნდა მოგვაწოდონ, პასუხს არ გაძლევენ. იგივე მოხდა ტელევიზიასთან, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არ ემსახურება ქართველებს საერთოდ და ემსახურება მხოლოდ ხელისუფლებას. გატარდა იქაც, ნომერი მოგვცეს, პასუხი უნდა მოეწოდებინათ 15 დღეში,
თვეზე მეტი გავიდა, მგონი არ არის პასუხი. ამით იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ ჩვენ ხელისუფლება დღევანდელი არსებული არალეგიტიმური, ორმაგად არალეგიტიმური ხელისუფლება, ესე იგი არავითარი იმას არ გვიტოვებს, ესე იგი მოქმედების საშუალებას, რომ კანონიერად ვიმოქმედოთ, სამართლებრივად ვიმოქმედოთ და არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მოქმედება, როდესაც ესე იგი აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი ესე იგი იგნორს უკეთებს ხალხს. პასუხს არ გვცემს საერთოდ. კანონს არ ღვევს, არაფრად აგდებს კანონს თავად და შენ გეუბნება, რომ შენ ბოდიში და დედას გიტირებ, შენ ტროტუარზეც არ დადგე იქ და ხმა არ ამოიღო, თორე დაგაპატიმრებ. აი ეს არის დღეს რეალურად აი ამ ხელისუფლების კანონი, სამართალი, რომ ადამიანებმა ხმა არ ამოიღონ, ტროტუარზე დგომასაც უშლიან და ამ დროს თვითონ არ ღვევს ყველანაირ სამართლებრივი კუთხით კანონს. არც ერთ ქვეყანაში მე არ მსმენია მსგავსი რამე არსებობდეს, ესეთი უპატრონობა იყოს. ესე იგი საერთოდ ყურადღებას აღარავინ აღარ აქცევს ამ ხალხს. დაიცალა განადგურდა სოფლები, ეხლა აი ჩემს რაიონში უკვე კიდევ მე ხო ადრეც მისაუბრია ამაზე, რომ დაახლოებით 1000 სოფელია მკვდარი ხო უკვე საქართველოში. ამისთანა 64 სოფლები. აი ეხლა აქ უახლესი ინფორმაცია ქარელის რაიონში, საიდანაც ვარ, გვერდზინეთი და ავლევი, სოფელი ავლევში და გვერდზინეთში, არც ერთი ბავშვი აღარ მივიდა პირველ კლასში, არ მივიდა კი არა, არ არის. ინგრევა, ნადგურდება, ყველა სოფელი კვდება, რაიონები იცლება და ამას ხელს უწყობს ყველანაირად არსებული ხელისუფლება, რომ აი აქამდე მივიდეს საქმე, რომ მთლიანად დაიცალონ ქართველისგან და მე რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ იცით, რომ აქამდე აფიქსირებდნენ 3,700,000 მოსახლეობას და უკვე 4 მილიონამდე აიყვანეს რის ხარჯზე? ქართველი გარბის, ქართველი ტოვებს, შემოიყვანეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რომელიც გამოადგება მერე არჩევნებში ბიზინა ივანიშვილს. მიანიჭებენ მოქალაქეობას არაბებს, პაკისტანელებს, ინდოელებს, ჩინელებს, ირანელებს, გესმით რა ხდება? სად ვართ ხალხო, გესმით რა უმძიმეს მდგომარეობაში ვართ? ძალიან მალე ესე იგი საქართველოში ქართველს ხმის ამოღების უფლებას აღარ მისცემენ. გაუგნებული დავრჩი გუშინ, ესე იგი ეკლესიასაც კი შემოავლეს ლენტები. ამას ისევ ქართველის ხელით კეთდება, მეგობრებო, ეს ყველაფერი, რომ ქართველს დაუნგრიონ საცხოვრებელი და შემოიყვანონ უცხოტომელები და დაასახლონ. აქ არის ერთი დასკვნა, მეგობრებო, ჩვენ ერთადერთი შანსი გვაქვს, რომ ეს სახელმწიფო გადავარჩინოთ სამშობლო, დასაწყისშიც ვთქვი, ყველა ქართველი უნდა დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ ყოველგვარი პარტიების გარეშე. არანაირი პარტიებზე აქ ლაპარაკი საერთოდ აღარ უნდა იყოს. ქართველი ხარ, უნდა დადგეს სამშობლოს გადასარჩენად. მე განცხადება მქონდა გაკეთებული ამ რამდენიმე დღის წინ, წინა 4 შაბათს, რომ ჩვენ მობილიზება გაგვეკეთებინა მანქანების კოლონების. თქვენ წარმოედგინეთ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურებები ქონდა ორივე პოსტს. ხალხი რა თქმა უნდა ღელავს, ვიცი რომ ღელავს და უნდა რომ რაღაცა მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მე არ ვიცი ამ ხელა შიში რატომ არის. 4 შაბათს ჩვენ გქონდა გამოცხადებული ოფისში, რომ უნდა მობრძანებულიყვნენ მხოლოდ ტელეფონის ნომრები მოეცათ, ვინც თავისი ავტომობილით იქნებოდა, ესე იგი, მომხრე, რომ თუ კი
წანისის ტყეპარკში შევა ტექნიკა და არაბები დაიწყებენ გაჩეხვას წანის ტყეპარკის ჩვენ მაქსიმალურად მაშინვე სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მანქანების მობილიზება მე არ უნდა დაუწყოთ ზემნა უნდა კონდეს ტელეფონების ნომრები 1 საათში თბილისი უნდა გავაყროთ დავაყენოთ ფეხზე მთელი დედაქალაქი და ერთიანი ძალით უნდა ვაიძულოთ რომ ხოლოდ შევაჩერებინოთ კი არა ხოლოდ შევაჩერებინოთ არა აღარ უნდა დავეშალოთ მერე ეს არის აღა მაჰმად-ხანის და იგივე თემურლენგის და შაჰ-აბასის მოქმედებები და ასეთი ხალხის წინააღმდეგ დაშლა და მერე სახში წასვლა ჩვენი წინაპრები ასე არ აკეთებდნენ და იცით მერე როგორც უნდა იმოქმედოს ქართველმა ხალხმა უნდა იმოქმედოს ისე როგორც სამშობლოს ჭირდება გადასარჩენად ხო და მე რა მიყვირს იცით აი გაოცებული დარჩი ქალები აქტიურობდნენ ქალბატონები მოდიოდნენ ქალბატონებმა ჩამაწერიეს ტელეფონის ნომრები ავტომობილი მზადყოფნაშიაო და მამაკაცების იყო აი როგორ გითხრათ რა ძალიან მცირე რაოდენობა დანარჩენი აი იგნორი ეხლა თქვენ ხომ ხედავთ თბილისში ყოველი ჩიხში მანქანა აღარ ეტევა ყოველ ჩიხში არ ვიცი ალბათ მილიონი მანქანა იქნება ხო ჩუ მილიონი მანქანიდან როგორ უნდა გაუჭირდეს აი ესე როგორ უნდა დაეცეს ქართველი მამაკაცი რომ 300 მანქანა 200 მანქანა ვერ შევაგროვოთ პატრიოტებისა რა მე ძალიან მიყვირს აი თუ კი ეს არ მოხდება მეგობრებო მაშინ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა ვა ართ ამ სახელმწიფოს ღირსები ჩვენ მილიონი მანქანიდან მილიონი ადამიანიდან 200-300 კაცი თუ არ დაეჭა ისეთი რომ აი მაგ კოლონებში ჩადგეს და გამოაღვიძოთ თელი ხალხი რომ გავაგებინოთ რომ ესეთი საშუალება არაბები შემოვიდნენ და გვიჩეხავენ და გვინადგურებენ აი ამ ბაჯაყურ წანის ტყეპარკს მაშინ რაღაცია ლაპარაკი მე არ ვიცი ახლა ჩვენ რანაირად უნდა გიშველოთ ხო მერია კიდე და ეს ემიგრაცია ახლა მე ყოველთვის გახსნილად გესაუბრებით კაცო ჩვენ ფონდიდან არაფერს არ ვიღებთ საერთოდ გაერთიანების ფონდიდან ძლივს გადავლახავთ ხოლმე ყოველ 10 რიცხვში რომ ქირა დავფაროთ ინტერნეტი და კომუნალური გადასახადები საშემოსავლო რაც მექვს ხელისუფლებას დავრობას აი ეს არის სულ სადღაც 2000-ის ფარგლებში 10-ში ყოველთვის ვისტუმრეთ ამას ბუღალტერი აკეთებს და აი ამ წუთში არის სულ რაღაც პირდაპირ მე დავდებ კომენტარში აი ბოლო ჩარეცხულ იმას სადღაც 500 რაღაცა ლარი ამითი მეგობრებო ჩვენ ამ ხელა მონსტრს ბიძინა ივანიშვილის აი ამ თავრობას რომელსაც შიგნით სულ მილიონერები ყავს და მილიარდერები ჩვენ ამით ესე მარტივად ესე ადვილად ვერ დავამარცხებთ ერთადერთი ძალა აქ არის ემიგრაციამ რომ მოინდომოს სულ მცირე რაღაცა რომ აი თვითონ 10 ევროც რო ჩარიცხოს რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილსაც აღემატებიან და ყველას აღემატება მე ისა და რეალური ბრძოლა შეუძლია მე ქართველებს გაუმართოს და გადაარჩინოს ეს ქვეყანა მაგრამ არ ვიცი მე ეს ხალხი კიდევ ვერ მოვიდა გონს ზოგი პარტიებს აფინანსებენ ასე ვთქვათ ახლა ნაციონალური მოძრაობა და ლელო და ასე შემდეგ აღარ მინდა ახლა ჩამოვყერა ძალიან ცუდი ტენდენცია მეგობრებო და თუ ახლა ქართველი კიდევ ვერ მიხვდა დღეს რას უშვება ეს აქვია შევარდნაძე სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის ერთიანი რეჟიმი რომელიც ერთია თუ კი დღეს კიდევ ვერ ხვდება ამას ვერც ემიგრაცია და ვერც ის თუ რა მოხდა 92 წელს და რატომ დაამხეს ეროვნული ხელისუფლება კარგად ყოფილა საქმე მაშინ საშველი მართლა არ ყოფილა და ახლა მაშინ რა უნდა გავაკეთოთ ხო არ ვიცი მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ იმიტომ არა რომ ჩვენ პარტია არ ვართ და ჩვენ ავართ მარტო და ის არა ბატონებო მარტო ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ და ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში პატრიოტები გულხურვალე პატრიოტები არ არის ეს აუცილებელი რომ რომელიმე პარტიის წევრი იყოს რიგითი ქართველები ძალიან ბევრია პატრიოტები
და ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ჩვენი იდეა ისახავს მიზნად ქართველთა დიდი გაერთიანება ყოველგვარი პარტიული რაღაცა მიზნების გარეშე გავერთიანდეთ სამშობლოს გადასარჩენად, ამიტომ ქვია მამული ენა სარწმუნოებისთვის. ილიას ტრიადა. აი ამიტომ ქვია ეს მამული ენა სარწმუნოებისთვის, რომ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. როდესაც გადავარჩენთ ამ ქვეყანას, როდესაც სამართლიანი საარჩევნო კანონით შემოვა, როდესაც დაინიშნება მე ისე როგორც ვიარ გამსახურდია დროს იყო სამართლიანი არჩევნები, მე ვინც გაიმარჯვებს ღმერთმა ხელი მოუმართოს და პასუხისგებელი იქნება უკვე ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქეების წინაშე და არა ბრიუსელის, მოსკოვის და ამერიკის წინაშე. ეს არის გასაკეთებელი, მეგობრებო და მე ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ყოველ 4 შაბათს რუსთაველის 18-ში ვიკრიბებით და საღამოს 6 საათიდან, 18 საათიდან და მინდა რომ აი იქ ვისაც სურვილი აქვს აი ამ პატრიოტებს რომ ჩაგვაწერინოს ტელეფონის ნომრები რომ მე არ დავიწყოთ ხალხის ძებნა. დღეს თუ ჩვენ მობილიზებული ვყავთ, თქვა 30-40 მანქანა, ეს არ ეყოფა, ჩვენ უნდა ყავდეს 200-300 მანქანა. რომ თბილისში ფეხზე დავაყენოთ 1 საათში და გადამწყვეტი მოქმედებები დავიწყოთ მის დასწანესის ტყეპარკის დასაცავად. ეს უნდა გაკეთდეს და თუ მართლაც კიდევ ვიმეორებ, ეხლა მილიონი მანქანაა თბილისში და 300 მანქანაა, თუ არ მოიპოვება 300 პატრიოტი, თუ არ მოიპოვება ქვეყანაში თბილისში, ხომ? მაშინ პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ აღარა ვართ ღირსები ამ სახელმწიფოსი და ამ სახელმწიფოს დაეუფლება პირდაპირ გეუბნებით 5 წელიწადში სულ სხვა პატრონი ეყოლება, სულ სხვა ქვეყანა იქნება აქ და აღარ იქნება აქ საქართველო. აი ეს არის რეალობა, არავის არ ვაშინებ. მე პირიქით მინდა რომ ოპტიმისტურად განგაწყოთ, ძალიან ძოლის ხასიათზე ვართ და რაც უფრო მტერი ავაზაკია, უფრო და უფრო საამაყოა მის წინააღმდეგ ბრძოლა. შეხედეთ ირგვლივ რა ხდება, ხო დაინახეთ თუნდაც წუხელის როგორ რა დღეში იყვნენ, როგორ ტიროდნენ ქართველი ქალბატონები, რომ გადაუხნეს და გადმოუხნეს და წაართვეს ყველაფერი, ხო? ამას ქართული ხელისუფლება როგორ გააკეთებს? ასე როგორ მოექცევა ეროვნული ხელისუფლება თავის ხალხს? სხვის სასარგებლოდ თან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ. ან რას აშენებს, სადაშენებენ კწანიში, ხო არ გონია თქვენ მარტო ეგ არის. ჯერ კიდევ არ ამხელენ ყველაფერს. ამას მიბმული აქვს თბილისში. თბილისში უკვე შესასვლელში აღარ უმტკიცებენ მოსახლეობას იქ ნაკვეთებს. იქაც გამიზნულია იქ რაღაცა საუნივერსიტეტო ქალაქიო და ნიღბავენ ესე იგი სხვადასხვა სახელებით. პირდაპირ ეს არაბული პროექტია, მაგრამ არაბული პროექტი კი კიდევ სხვა ივალება, ეხლა აღარ მინდა ყოველ წუთში იგივე ვახსენო. ეს თლიანად ესე იგი მიზნად ისახავს საქართველოს ამოწყვეტა, საქართველო ქართველების გარეშე. აი ეს არის მათი მიზანი. მე არ ვიცი მეგობრებო, აქ ერთადერთი ძალიან დიდი ძალისხმევა გვინდა ეხლა, რასაც გეუბნებით, მე აი აქ გვიდევს ჩვენ ანგარიში, ჩვენ არ გვჭირდება აქ პირადად ჩვენ არაფერს არ ვიღებთ რომ იცოდეთ. არაფერს. ერთადერთი შემოწირული გვაქვს აი ახლა მე რაც გითხარით ეგ 500 ლარი და 200 დოლარი ერთ-ერთი კეშად ერთ-ერთი მეგობარმა შემოგწირა რა ქვია საზღვარგარეთიდან დანარჩენი თანხა არა გვაქვს. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება 200 მანქანა და 300 მანქანას, ზოგი ნამდვილად მოდის თავისი საწვავით, მაგრამ ზოგი გვეუბნება რომ აი საწვავი გამიჭირდება. ეხლა ყველას უჭირდა, რავი, ბევრი შეიძლება თავისი ინიციატივით მოვიდეს, მაგრამ აქ რაღაცები შეიძლება იქიდევ სხვა რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯები იყოს. შეიძლება იქ კარვების დასჭირდეს. ეს ბრძოლა ხალხო და ეხლა ამ ბრძოლისთვის ჩვენ თითოეულ ჩვენი სამშობლოსთვის ახლა 10 ლარი და 10 ევრო თუ არ გვემეტება, მაშინ არა ვარ დღისი, ამას ვამბობ მე. ჩვენ ვერ გავწოდებით, მართლა ვერ გავწოდებით ამ ხელა მონსტრს, მარტო ჩვენ ეხლა ქართველთა დიდი გაერთიანება ესე ვერ დავამარცხებ. ამიტომაა საჭირო მთელი ხალხი დავაყენოთ ფეხზე. გვაქვს გეგმა ძალიან კარგი. დადგება ფეხზე დავაყენებთ იქ ხალხს.
მე ნახავთ რაც მოხდება ერთ დღეში 10 იმდენი გახდება და 20 იმდენი გახდება და მე ნახოთ ვინ გაიმარჯვებს ხო და ძალიან მინდა იმედიანად იყოთ მაგრამ ამავე დროს მობილიზაციაა და ერთ მუშტად შეკრაა საჭირო ესაა გასაკეთებელი მეგობრებო 4 შაბათს მე კიდევ ველოდები რუსთაველის 18 ნომერში 18 საათიდან 21 საათამდე იქ ვიქნებით ვისაც სურვილი აქვს მობრძანდეს ასევე ვისაც სურვილი აქვს რომ გაწევრიანდეს მოიტანოს 2-3-ზე ფოტოსურათი და უფასოდ დაუმზადებ ესე იგი მოწმობას გაერთიანების მოწმობას სხვა რა მოგახსენოთ რომ ვიცოდეთ ვინ ყავს რეზერვში ჩვენ თანამებრძოლები რომ ჩვენ წინ ძალიან დიდი ბრძოლა გველის დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა მეგობრებო არის ანტიქართული ხელისუფლება სათავეში ეს უკვე მესამე ხელისუფლებაა და მეოთხე ხელისუფლება აღარ ჭირდება რომ საქართველოს დაასრულოს ან ჩვენ და დავასრულოთ მშვიდობიანი სამართლებრივი ფორმებით ან ისინი დაასრულებენ მთლიანად საქართველოს მე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ესაა გასაკეთებელი ერთი უნდა დაუდგეთ პირველ ფონდს გვერდში და ყველაფერს ღიად გაჩვენებთ ნებისმიერ დროს როდესაც მომმართავთ აგერ მესიჯი მოდის და გაჩვენებთ თუ რა არის თანხა და რა ხირა წავიდა ნებისმიერ დროს ამონაწერი შეგვიძლია დაგიდოთ რომ ერთ-ერთს ვერავინ ვერ მიეკარება იქ იმიტომ რომ სამნაირად სხვადასხვა იმის ვამოწმებთ და მეორე გჭირდება ავტომობილები 200-300 პატრიოტი ქართველი თბილისიდან და დანარჩენი საქართველოსთან ვინ შემოუერთება ღმერთმა დალოცოს აი ამ ბრძოლაში ჩვენ არ უნდა დაუშვათ აქ არც არაბული ქალაქების შენებლობა არც ალიევის ცენტრის შენებლობა არც რუსთავის გაპარტახება იქ და კერძო საკუთრების ართმევა მოსახლეობისთვის და არც კიდევ იქ რა ქვია ახლა რომ გუში რო ატირებდნენ იქ ხალხს მუხიანის დაჩებზე ქართველი ხალხი რა დღეს ჩააგდეს და ეკლესიასაც ლენტების შემოავლეს ეთყობა ის უნდა დაანგრიონ ამ ურჯულოებმა ამათმა ხო და აი ეს არის მეგობრებო გულსატკენია და საერთოდ არც ერთი სასულიერო პირი ვინც კი არის მართლა ამ ქვეყნის პატრიოტი არ უნდა დაჯდეს აი ამათთან აი ამ ხელისუფლებასთან და ჭიქა არ უნდა აიღოს ხშირად ხედავთ ჩვენ და სირცხვილი აი ამ გაყიდველი ანტიქართული ხელისუფლებასთან სასულიერო პირი გვერდით დაჯდეს და ჭიქა აწიოს ნეტავი რას ლოცავენ მაგ დროს ერთი ეს გამაგებინა დაუდოთ ის კადრები რას აკეთებენ ერთი და ხმას არიღებენ საერთოდ ამ არაბული ქალაქების შენებლობაზე თითოეულა მოძღვარის გარდა აი ეს არის მეგობრებო რაც უნდა მეთქვა ნამდვილად ვართ ბრძოლის ხასიათზე ნამდვილად ვართ გზად სამშობლოს დასაცავად არაფრის არ გვეშინია მთავარია ქართველების ერთად დგომა უნდა დავდგეთ ერთად ეხლა შიში რომ აი ვაიმე სამსახური არ დამატოვინონ ვაი ეს ვაი ის ძალიან გვიან იქნება ხვალდაზე გმირე სამსახური კი არა სახლებიდანაც გაგყრიას უყველას ეგ იცოდეთ თქვენ ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მე ერთი მაინც იმედიანად დაგემშვიდობებით არ მიყვარს რომ ესეთ რაღაცაზე ყურადღების გადატანა მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ ერთ ადამიანს ჰქონდა გამოცხადება ზუსტად აი ამ ფორმულებით ქართველთა დიდი გაერთიანება შეიქმნებაო და საბოლოო გამარჯვებამდე მივაო ის ქალბატონი ცნობილია არსებობს არავინ არ იცით ვინ არის მე რამდენჯერმე შევხვდი მას ჩამოვიდა და გამეცნო სპეციალურად მას ქვია ზედმეტსახელად პატრიარქიც კარგად იცნობდა ილია მეორე იწოდება როგორც ნინო მეორე მაგრამ ასე ვერ იპოვით აქ სოციალურ ქსელში იმედი გქონდეთ ეს არის ღვთის შთაგონებით შექმნილი ქართველთა დიდი გაერთიანება და აუცილებლად მივა გამარჯვებამდე და აი ამ გამარჯვებაში დიდწulis შეიტანს უფალს და დედა ღვთისმშობელიც ღმერთი გფარავდეს ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა ბრძოლაში